მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგდო ყველა ის ადამიანი, ვინც პატიმრობას ეშინახართ, განსასწრებში მყოფი და ის ადამიანები, ვისაც ამე პრობლემა გაქვთ, ვისაც ძალიან ბევრი პრობლემა მოგროვდა ჩვენს თავს და მინდა რომ აი ამ ხნეობა გისურვოთ, ასთავარი რომ სულიერად გავძლიერდეთ, რომ აი ეს ტკივილი, აი ამ ხელა დარტყმები ისინი რომ გადავიტანოთ აუცილებლად და აუცილებლად ღმერთი იქნება ჩვენთან აუცილებლად ზუსტად ვიცი რომ არავინ არ დაუტოვია და არც თქვენ არ მიგატოვებთ და ეს ყოველთვის იცოდეთ და გამოწვევები სამომავლო ძალიან რთული სიტუაცია არის თვითონ საქართველოში ადამიანმა აი თავის თავი ვერ იდარდა და უკვე იმხელა პრობლემებია გლობალური და რა ვიცი სამომავლო ძალიან ცუდი და რთული კიდე რაღაცას ელოდები ადამიანო ვიღაცა აქე დაბრუნდეს რაღაცა მაგრამ მათ ადგილებს ხვები იკავებენ და ძალიან ცუდი სიტუაციაა საერთოდ გეოპოლიტიკურიც არა მარტო და საერთოდ შიდა ფინანსური და ყველაფერი და თუ შეიძლება რაღაცა საფრთხეები გველის აუცილებლად მამაო რასთან დაკავშირებით შეიძლება რომ საფრთხეები გველოდოს წინ მამაო და რას უნდა უფრთხილდეს ადამიანი იმიტომ რომ ძალიან საშიში პერიოდია მამაო აი მეორეთ მოსვლის პერიოდს ეძახიან წმინდა მამები აი ამ პერიოდს და რა ვიცი ყველაფერი თითქმის ნათელია ის ტკივილი და ბრძოლა და ამდენი ჯვარცმა და დიდი მადლობა მოგზაურობისას დიდი მადლობა მადლობთ მოწვევისთვის ალბათ ხმა ღვთისა და ხმა ერისა ამბობენ და ალბათ როგორც ერში ისე ბერში უნდა მოდივად მინდიოდეს გამოკითხვა ერში როგორ თვლიან რა პრობლემებია ყველაზე უფრო წინ წამოწეული ქვეყნის წინაშე კიდე სოციალური გამოკითხვა სოციოლოგიური დაარქვი კიდე სხვა სახის ყოველ შემთხვევაში ესაა ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ახლა არ არის დასამალი რა ძალიან გვაწუხებს არადემოგრაფიული პრობლემა ძალიან ბევრი ადამიანი გაედინება ბევრი შემოიდინება უკვე როგორც არა ქართველი და სულ ვფიქრობ რომ ეს არის სქემა სადღაც დაწერილი საქართველოს ქართველების გარეშე ხოდა რაღაც გარკვეული ძალები ამას ხავს უწყობენ უნებრივი ამიტომაც ეს უკვე ძალიან აქტუალური ძიმე პრობლემა ხდება ხა ყოველთვის სტრუმართმოყარე ხალხი ვიყავით ჩვენ ერი ჯერ მარტო ის რო იყო არასოდეს ებრაელთა შევიწროება აქ არ ყოფილა თითქმის ყველა ქვეყანაში ყოფილა მსოფლიოში ანტისემიტური გამოსვლები აქ მთელი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა და ტოლერანტობით გამოვირჩეოდით არა ყველა ერის მიმართ მაგრამ ეხლა წესია მე ესე ვიტყოდი მაგრამ სუთვალს ჭრის უკვე ჩამოსულთა დიდი რაოდენობა და ეხლა რამდენს უთქვამს რომ რუსთავზე რო გაივლი მაგალითად შეიძლება ერთ ქართულს ვერ წავაწყდე ასე რომ ეს სერიოზული პრობლემა ხდება მე ესე ვიტყოდი ამაზე ვფიქრობ რომ დიდი დაფიქრება საჭირო და ალბათ ეკლესიამაც უნდა ამოიღოს ხმა უკვე დგება ვითარება როდესაც ალბათ სამღვდელოებამ სხვანაირად უნდა კარგი გაგებით წამოყოს თავი. ასე რომ ეს ჩემი აზრით დიდი პრობლემაა უკვე. ეხლა მამაი, რამდენად სასარგებლოა ყოფილა სადაც ისტორიულად, თან საერთოდ საქართველოს რამდენად დაიტევს ესეთი პატარა ქვეყანა, ესეთი მატერიალურად შეჭირვებული ხალხი, აი ამ ადამიანებს და აი ამ ხელა ქალაქების შენებლობას, იმიტომ რომ ფაქტი არის სახეზე ხა ბათუმში მაგალითად, იმიტომ რომ ბათუმში საერთოდ ბათუმი არის ბათუმლების გარეშე. აი რასაც ქვია ეგ. ამიტომაც ახლა ამ ქვეყნის ხელისუფლება უნდა იფიქროს ამაზე და ანალიზი უნდა წარმოადგინოს და გეგმა რომ როგორ წარმოადგენენ გეგმებს თქვა საცობები როგორ შესუსტეს ქალაქი ისე იმიტომ რომ ხა ორი აზრი არ არსებობს ეს ხდება ძალიან
რთული პრობლემა და ერი იქნება თუ ბერი ამაზე უნდა ჯელობდეს ეგერ საზღვარგარეთის გამოცდილება რაც გვეუბნება იგივე საფრანგეთის იქნება თუ სხვა ქვეყნის ადამიანები როგორ ჩამოვიდნენ როგორ ოდიშიებს სიტყვისთვის გრიმიტობენ და აბიცრუებენ არა ადგილობრივ მოსახლეობას და კიდევ მეორებ ხა ნაკლებად მსჯება რაღაცა სტიქიურობის და შემთხვევითობის არის პოლიტიკური გათვლილი სცენები სქემები რომელიც მუშაობს და ჩემი აზრით რა თქმა უნდა საქართველოს გამონაკლისი არ არის მით უმეტეს ხა მართლმადიდებლური ქვეყანა აქვს ჩვენ შევეჩვია და ვერ მომჩნევთ მაგრამ დიდი მადლი ტრიალებს და ისმაკი ესე ადვილად თავს არ დაგვანებებს ვერიქით ურთულეს გამოცდას მოგვიწყობს რელიგიურად მამაო რა დატვირთვა აქვს იმიტომ აი ნახეთ მამაო რას ფიქრობ იცით რომ ჩვენ ძალიან ცოდვილები ვართ დაუნახავი ცოდვილი ხალხი ვართ ასეთ ისეთი ხალხი ვართ რომელსაც ყველაზე მართალი რელიგია გვაქვს და ერთადერთი ჭეშმარიტი და ამ ჭეშმარიტებას ვერ ვფრთხილდებით იმიტომ რომ შიგნით სამაგეროდ ჩვენში არ არის ჭეშმარიტება და ადამიანები ერთმანეთს რა დღეში ვაგდებთ ხო ამ შემთხვევაში მამაო ამის გამო ხო არის იშვება ჩვენზეც აი ამ უცხო ტომის გაბატონება აი რის გამოიშვება ამას უფრო ღრმა ანალიზი ჭირდება მე ესე ვიტყოდი ერთი რამ შემიძლია ვთქვა რომ იშვება თუნდაც იმის გამო რომ პატრიოტულმა მხარემ ძალიან უკან გადაიწია ძალიან თუნდაც აი 30-40 წლის წინ გაცილებით პატრიოტულად აღზღარული და ადამიანები დღეს რაღაცა ყველა თავის თავში ჩაიგედა საკუთარ ბედზე ფიქრობს ეს პოლიტიკურ ძალებსაც ეხება პირდაპირ უნდა ითქვას რომ ერთ-ერთი დიდი პრობლემა ეს არის ნდობის ხო რომ გახვიდე ხალხში გაიგონებ არავის არ ენდობა ხალხი თვითონაც ადამიანი კიდევ მეორებ მე ადრე შენ გადაცემაში ერთხელ ვთქვი რომ ერთი გოგონა მოვიდა ჩემთან აღსარებაზე და ხო და მეუბნება რომ ვინანიებო საკუთარ ინტერესებზე ქვეყნის ინტერესებზე უფრო მაღლა ვაღანებო და ცოდვათ მიიწვია გამეგვინდა ესე გამდეხანი უკვე მგდელი ვარ და აღსარებებს ვიბარებ და ეს რაღაც არ გამიგონია დღემდე მახსოვს მისი გამონათქვა იმის შემდეგაც აი რამდენი წელი გავიდა და არავის არ უთქვამს ხა 80-იან 90-იან წლებში ხა ცხოვრება საერთოდ ძალიან ვერაგა რამ არის ხა მაშინ სუფრებზე რამდენი გულზე მჯიხსი ტყავდა და სამშობლოს იფიცებდა და იყო სადღერძელოების და ესა და ესა და იქიდან ცოტა მიურდგელა სამშობლოს საერთოდ საქმეზე რომ მიდგება რა ცოტა ერთგული გამოსდას თითქმის ყველა სფეროში ცოტა აბარებს მრავალ არიან ჩინებული მცირედ რჩეული მაგრამ ნუ მაინც უფრო სული პატრიოტული ტრიალებდა რა ესე ვიტყოდი დღეს კიდევ მეორე ძალიან დაკრირებულია ჩვენი ცნობიერება და ჩვენი ეროვნული თვითშეგნება ასე რომ ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს საერთოდ თვითონ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება რას გულისხმობს იმას რომ ყოველი მხრიდან განსასწრელი უნდა გამოსცადოს ადამიანმა მათ შორის ერმა ასოს ადრე ერთ-ერთ ცნობილ მოძღვარს კითხეს აი რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ჯერ არ ვიციო თქვა და მე ალბათ ისე უნდა გავეკრა ჯვარზე როგორც მაცხოვარი ჯერ ყველაფერს თავი დაანება აი წარმოიდგინე გიორგი შენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში რუსეთთან ორი ომი გადავიტანეთ იმ ქვეყანასთან რომლითაც ეშინია მთელ სოფლიოს
აფხაზეთის და ეხლა ტერიტორიები დაუკარგეთ რა 2008 წელს და მანამდე კიდე რამდენი გამოხდომები იყო. იმის გარდა კიდე რამდენი განსასწრელი იყო აცლეულების განმავლობაში. ზოგჯერ ფიქრობ, რომ აი ხანდახან ვეუბნები, გულახდილად რო გითხრათ. ბრეუს. ეხლა მოდიან და მელაპარაკებიან, რომ ერთ-ერთი დიდი სადარდებელი არის ქვეყნის ბედი. და რო ანალიზებენ სიტუაციას, მომავალ საფრთხეებს, ჩადებულ ნაღმებს არა, ვერაფერ კარგს ვერ ფიქრობენ და გამოსავალს ვერ ნახულობენ. წარმოიდგინე შენ და ზოგს აი შიშის ზარის ცემს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მე უკვე სხვა განზომილებაში გადამყავს ყველაფერი და ვეუბნები, რომ ამაზე ბევრი არ იფიქრო. იმიტომ რომ კარგს ვერაფერს ვერ მოიფიქრებ და საერთოდ ეშმაკის ერთ-ერთი ხერხი რა არის, რომ მომავალზე აფიქრებს ადამიანს. შიშს ჩაუსახავს. მომავალში რა იქნება თუ არა ომები, საკვები, რა განსასწრებელი გველის. ანუ ერთ-ერთი სტრატეგიული ხერხი ღვთისაწინააღმდეგო ძალის არის მომავლის შეშინება. და მოდის ძალიან ცხოვრებისეულად. იგივე ახლა საქართველოს მომავალზე რო ვიფიქრო, რამდენ პრობლემას გამოყოფ. რამდენ სირთულეს, რომელიც დგას ერის სინაში, რამდენი ტერი ყავს, რამდენი სქემა თამაშდება ჩვენთვის დამღუპელი. და მიდი და იფიქრე ახლა ამაზე, არა კიდე ამერებ, წახვალ სასარგებლოებისკენ. ხო. ამიტომაც აქ თავდაცვითი რეაქცია რა არის, უნდა მივედოთ უფალს. აი აქ არის სწორედ რომ შველის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა რო ვარ და კიდე ის რომ ძალიან ბევრი წმინდანი გვყავს ჩვენ ზეცაში. 100,000 მოწამე თუ ასე და ასე შემდეგ. მაგრამ მე არაერთხელ აღმინიშნოს, რომ მართლმადიდებლობა ყველაფერთან ერთად არ ვარ ფიქრებთან, ემოციებთან გამგლობის ხელოვნება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ყველა თემა, რომელიც დამძაბავი ხდება და შემაშფოთებელი მასზე ფიქრი არ შეიძლება. იმიტომ რომ უკვე იქ ეშმაკი არის თავისი დრამატიზირებით და ეს დაგანგრევს სულიერად და ფსიქოლოგიურად. იგივე ეხება ჩვენს ერის მომავალს. ეხლა ქრისტიანეთის უპირველეს სკოლისა მთავარი მაინც არის ეკლესია, მაგრამ მე სამშობლო. სამშობლო ძალიან დიდი ტკივილია. ძალიან დიდი. და ამ ტკივილს ყველა გამოვიცდით. პრინციპში მიმულია, თან მართლმადიდებელი მომავალ ასოცირდება უკვე სამშობლო და ეკლესია თითქმის ერთად ასოცირდებიან და მადლობა ღმერთს ეს მართლა ჩვენი ეკლესიის დამსახურებაა, რომ ესე გაითავისა ადამიანმა და პერიოდებიც მოგვიწია ეგეთი, რომ რაღაცნაირად აი ერთი პერიოდი რო იყო თუ გახსოვთ მამაო, აი პატრიოტულ მოტივზე შემოკრებილი მრევლი რო იყო პატრიოტიზმით, აი 9 აპრილის შემდგომ პერიოდში რო იყო, რომ ადამიანები აი ამით იყვნენ რაღაცნაირად და რაღაც თავისი პერიოდები ყველას ალბათ დავით აღმაშენებლის დროს იყო აი ესეთი რაღაცა მოტივირებული ადამიანი, ესეთი განცდები და იმდა. მამაო, სად უნდა ამოიღოს ხმა ადამიანმა და სად უნდა გაჩერდეს? აი როგორ მიხვდეს ამას, იმიტომ რომ როგორი სიტუაცია იცით მამაო, როცა ამხელა ტკივილია მომავალში, ხო? ჩვენ ახლა რო გაიზრდება ჩვენი შვილი, არ უნდა გითხრას, რომ რაღაცა იმასთან რა ქვია, იმათთან ერთად რატო გამზარდე რაღაცა. ხო, უნდა გავზარდოთ იქსა და ჩვენ გავიზარდეთ, ხო, მაგრამ რომ გაიზრდება ჩვენ შეიძლება აღარ დავხვდეთ, თუ ესე მიწები ვარიგეთ, მამაო, აქეთ-იქით. თუ შეიძლება, მამაო, აი ამ შემთხვევაში ამას როგორ უნდა უყუროთ და რომ უნდა ამოვიღოთ თუ არა ამაზე ხმა, უნდა შეურიგდეთ თუ არა იმ პროცესს, რაც ხდება დღეს. არა, მე ვფიქრობ, რომ ამოსაღებია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი კაპიტალი ეს არის მიწანა, ხა მიწის მე მგონი ძალიან ფერ ქვეყანაში აკრძალულია რა მიწის გაყიდვა სხვა ეროვნების წარმომადგენელზე და ხა კიდევ მეორე ფაქარ არის იმაზე ლაპარაკი რა აქ არის ერმას და ბერმას ხმა უნდა მოიღოს იმიტომ რომ დიდი საფრთხის წინაშე დავდგებით პირდაპირ უნდა იყოს ძალიან დიდი საფრთხის წინაშე
ხოდა ნუ ზოგჯერ არის საერთოდ ქართველებს აქვთ ეს ინტუიცია. როცა აუცილებელი ეგ უკვე იღებენ ხოლმე ხმას, მაგრამ გულახდილად რო გითხრა, რაღაცა ისე იცვლება ჩვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომ ეხა ადრე როგორ წარმოვიდგენდი, ეხლა ქართველები იმ სიმარჯვეს და იმ მოქნილობას და იმ სისახეს აზრის ბევრ შემთხვევაში უკვე აღარ ამჟღავნებენ. ვერ თუ არ ხო ასე რომ არასოდეს არ თქვა არასოდეს თურმე რა. თურმე ისე შეიძლება შეიცვალოს ერის ცნობიერება, რომ გაგიგვირდეს რა. როგორც ნარკოტიკზე დამოკიდებული იცვლება და შეიძლება ისე დეგრადირებდეს, რომ ვეღარ იცნო ადამიანი საერთოდ, ანუ ადამიანში არის ეს მოცემული. და ერთშიც ეთყობა რა. ბევრი გამოწვევა ხა იგივე მობილურის თაობა წამოვიდა. ეს მობილურმა გასაგები ხა მობილურის გარეშე ვერ იცხოვრებ, მაგრამ ძალიან დაანგრია ადამიანის ფსიქიკა, მე ესე ვიტყოდი. ძალიან სხვანაირი გახადა. ასე რომ თურმე არაფერი არ უნდა გაგიგვირდეს ამ ცხოვრებაში. მაგრამ ეს თვისება ქონდა ჩვენ, აი კრიტიკულ მომენტში გრძნობდი, რომ ეხლა უკვე ასე აღარ შეიძლება და ხმა უნდა ამოიღო. ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში. და მამო, აი რა მაინტერესებს ცით? აი მატერიალურზე წინ რომ დააყენოს ეგეთი პიროვნება, როგორ უნდა შეიქმნას ერის სიყვარული თუნდაც და ის იმიტომ რომ ადამიანებთან რა დაითესა, იცით, ბოროტი ყველაზე მაგარას გატყუებს, რომ როცა შენ ხარ მარტო წესიერი და შენ გადარდებ სამშობლო და ხედავ, რომ სხვა დანარჩენს არ ადარდებს, თუნდაც რაღაცნაირად არა აქვს მაგას მნიშვნელობა რა მხრივ, ხო? მე შენც ეშვები და ფიქრობ, რომ ეხა მარტო მე რას მოვიღე. აი ამ შემთხვევაში ხო ვერიბადებიან ის გმირები, რომლებიც იყვნენ აი ქეთევან წამებულიდან მოყოლებული, აი ამხელა დიდი ადამიანები, ხო? ამ შემთხვევაში როგორ უნდა დავაყენოთ, მამო, იმიტომ რომ ხანდახან ხო აი რაღაცას აკითხო და ამიდგება, რომ მე რაც არ უნდა გავყიდო ღმერთი, მე ის თანხა ჩემთვის იქნება სანანებელი აუცილებლად. ეს დამიდგება. როგორც იუდას დაუდგა და ბევრს კიდე. ამ სამშობლოს გაყიდვაც იგივე ჩვენ სამშობლო ისეთია, რომ მართლა ღმერთთან ასოცირდება. მეგონი ერთადერთი ქვეყანაა და ხალხია, ვინც აი ესე ვაიგივებთ ღმერთთან. თუ შეიძლება, მამო, აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა დავაყენოთ? რაღაცა მომენტი ხო აი რომ რაღაცა ან ძილის წინა რაღაცა რომ გერიდება რა, რომ ეს მოხდა და შენ გაჩვენდი. ხო. ცირანუ საერთოდ ერთ-ერთია ეს ვერაგულისქემა ის არის, ნუ ავტორიტეტები აღარ არსებობენ, ახალგაზრდები რომ მიბაძავენ, მე ესე ვიტყოდი და ჩვენც ძალიან ჩამორჩენილი ვართ, რომ ის ხალხი რომელიც ადრე იყო არა ღირსეული წამოვწიოთ, ეხა იგუშინ ადამიანს შემთხვევით გადავრთე და ერთ-ერთ კოლორიტური ფიგურა იყო 80-იან წლებში, 90-იან წლებში. თამარ დეკანოსიძე ესეთი იმის ადამიანს გადაცემას შევხედე, რომ მის ცხოვრების შესახებ და საინტერესო რაღაც მოუყვა ეს, იცი რა. 50-იან წლებშიო ებრაელების დევნა დაიწყო და მოსკოვშიო ხელმძღვანელი ყავდა ებრაელია, რომელმაც გზა გაუკვალაო ბევრი რაღაცა ასწავლა დაეხმარაო პროფესიულ, ასე ვთქვათ, სრულყოფის გზაზე და მერე დაიწყო ებრაელების წინააღმდეგ კამპანიაო და მოსთხოვესო სტუდენტებსო, რომ გამიჯნობდნენო აი ამ პედაგოგებსო ებრაელთა. ამან არაო დისერტაციაც მიატოვა, მომავლის კარიერაც საფრთხის წინაშე დააყენა და სიცოცხლე შეიძლება იმდენად არა და ფაქტიურად 52 წელია სადღაც და ფაქტიურად აი თავის დიდ ნაშრომზე უარი თქვა, იმიტომ რომ ღირსება შეინარჩუნა. და 50-დან მეგონი ერთმა წარმოიდგინეში. ხო და აი ესე იმოქმედა იცი რა ღირსეული საქციელი.
ხო და აი ეგეთი პიროვნებები წინ უნდა წამოვიდეს, ეგეთი მაგალითები. უნდა ვასწავლოთ ადამიანებს. ალექსანდრე მაკედონელსთან არის ესეთი შემთხვევა საინტერესო, რომ ლაშქარი მიდიოდა უდაბნოში, ხო და წყლის ნაკლებობას განიცდიდა და თასით მიართვეს მუზარადით მიართვეს წყალი, ხო და ამ იმპერატორს და უყურებს ლაშქარი, ახლა წარმოიდგინე, ახლა ჩვენ თეორიულად ლაპარაკობ და აბა ერთხელ მომიწია მეც ესე ძალიან პაპანაკება სიცხეში უწყლოდ, ხო და იქ მივხვდი რას განიცდიდა იმპერატორი, იმიტომ რომ სულ სხვა შეგრძნებები შემოდის, ერთი ახლა ვლაპარაკობთ და უყურებს ლაშქარი და ამა გადაყვარა ეს წყალი წარმოედგინეში. ანუ აჩვენა რომ თქვენთან ერთად ვით განსაცდელს. ეხლა რო დაელია მე გაიხსენებდა საუკუნეების შემდეგ, მაგრამ წარმოედგინე როგორი საქციელი. ასე რომ აი ესეთი მაგალითები წინ უნდა წამოვიდეს. მე ესე ვიტყოდი. ძალიან ჩამორჩით ჩვენ რა ახალგაზრდების აღზრდის კუთხით. იმიტომ რომ ეგეთი დიადი ადამიანები მართავენ ქვეყანას და ქმნიან ისტორიას. მეცაც გეტყვი, ცოტა თამამად შეიძლება გამომივიდეს, ხო და ნუ რაც მოვისმინე რა, ერთი არქიმანდრიდი ჩამოვიდა სხვა ქვეყნიდან, რომელიც მოგზაურობს მართლმადიდებელ ქვეყნებში და კითხე რომ აი რითი განსხვავდება მეთქი ეს ეკლესიური ცნობიერება მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი დონე რომელიმე ქვეყანას გამოყოფთი მეთქი და რა მეპასუხეთ დაახლოებით თანაბარი დონეა ოღონდ ცალკეული პიროვნებები ქმნიანო გარემოს ეს ძალიან საინტერესო რამ არის ვინ ქმნის ჩვენთან შექმნა სულ მათმა მამა გაბრიელმა არა პატრიარქმა და რამოდენიმე მამა ბენიამინმა ეგეთი ხალხი არის ძალიან ხო და ეთყობა ეს კაცებრობა ეგრე არის მოწყობილი დღესაც არ მინდა ხა არიან სასულიერო პირები მარგალიტები რა სული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხა ცოცხლები არიან და არ გამოდის მათი აფიშირება ალბათ ხადრე თუ გვიან მოვა ეგ დროც აი ესეთი მარგალიტები ქმნიან ისტორიას ხო და სკოლას იოსეფის სიხასტე იყო ათონისტაზე და შექმნა რა სკოლა რომლითაც ჩვენც საზრდოობთ წარმოიდგინე ხო და აი ესეთი მაგალითები უნდა წამოვიდეს თვითონ ცხოვრება როგორ არის მოწყობილი გიორგი ჩემი დაკვირვებით მიხოთ იმისა რომ გმირების დეფიციტი ყოველთვის იყო და ეხლა მით უმეტეს მაინც აი როდესაც აი პირადად მე ხაზი გადამისვია კაცობრიობისთვის ხელი რო ჩაგიქნევიათ მაშინ აი მაშინ მოდიან ადამიანები და ღმერთს უჩვენებია რომ არა ყველა ეპოქაში არის ჩემი ნიშნით აღბეჭდილი ხალხი ღირსეული უსებს აქვს ეგეთი გამოთქვა მირნე добрых людей ადამიანი სამყარო არ არის კეთილი ადამიანის გარეშე და როდესაც წავსულ არ მართულებით არა შემხედრიან ადამიანები რომლებიც ღირსების გამოცდას აბარებენ ცხოვრებაში მაგრამ ბევრია რომელიც ვერ აბარებს ხო და ამ ადამიანების გამო უფალი გვინდობს ყველაზე დიდი საერთოდ რაც შექმნა ღმერთმა ადამიანია და ყველაზე შთამბეჭდავი ტილო ჩვენი სამყაროსი არის ღირსეული ადამიანი მათ შორის გმირებიც აი ხავ თქვი რომ დეფიციტია პატრიოტიზმის მაგრამ აი
რამდენიმე ხნის წინ იყო ახალგაზრდა, რომელიც გმირი იყო რასულიან სიტყვის მნიშვნელობით რა. იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო და არ ეპოებოდა განსაცდელ საფრთხეს, თუნდაც ფიზიკურ ტკივილს. და უყურებდი და უსმენდი რაღაცებში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ გმირის იერსახე იყო რა, ანუ ეხლაც ვიღაცა იბადება გმირად. თუმცა კიდევ მეორე ფილმის მიღება კიდევ ბევრი რამ არის, რომელიც არის გასათვალისწინებელი. იმაო სიფთხილეა, ჩვენთან არის რომ აი სიფთხილე ადამიანებს არ აქვთ ხოლმე და იცით რა არის გმირს და აი დიდ ადამიანებს რა ახასიათებთ, იცით რომ ყველა დიდი გონიათ და ამ დროს შენს ირგვლივ არიან ტურებით სავსე. და აი ამ მომენტს არ ელოდები, მამა, ხშირად ყოფილა ხოლმე, რომ შენი ხედვა ისეთია სხვის მიმართ, როგორიც ხარ შენ და შენ რო გონია, რომ ამას ის არ იკადრებს, ეს შენ არ იკადრებ მის ადგილას, თორე ის მშვენივრად იკადრებს და მანდ არის ხოლმე პრობლემა და ასე რომ აი თხილად უნდა ვიყო და ყველაზე მაგარი მამა, აი აქ თავდაცვის ის რა არის, რომ ღმერთს უნდა თხოვო რა, რომ ღმერთო აი დამიცავი ამ იმისგან, რაღაცა ჯავშანებით, სულ ლოცვით იმით უნდა გერტყას და როგორ დავუცვათ თავი, მამო, აი ამ სირთულებისგან, აი ამ ძიმეყოფისგან, მამო, ადამიანებმა, იმიტომ რომ ძიმეყოფას მე მარტო მატერიალურს კი არ ვეძახი და რაღაცა რომ აი უბრალოდ ფიზიკურად ადამიანის უჭირს ძალიან, იმიტომ რომ ბოროტს არის შეჭიდებული და ბოროტი კიდე იბძვის, რომ ღმერთი დაგაკარგინოს. აი როგორ უნდა დავიჭიროს, მამაო, თავი ამ შემთხვევაში, თან აი 1000 ყველა ხსიყენებ შენს ირგვლივ რა. საფრთხე ბევრია ძალიან. როგორ უნდა დავიცვათ, რაღაც ერთი რეცეპტი არ არსებობს, ჩემი აზრით, მაგრამ საერთოდ გველივით ბრძენი უნდა იყო. მე ეკლესიაც ფარია. მეტად ეგეთი გამონათქვამი, რომ აი ლოცვა მაგალითად ჭეშმარიტების შეგრძნების უნარს უმითარებს ადამიანს. აი რამდენჯერ ყოფილა იცი, აი იწყებ თუნდაც იესოს ლოცვას და რაღაცა სხვა სიმძლავრე აქვს რა ჩემ სულიერ ფსიქოლოგიურ ანალიზს. სხვანაირად ხდება დაცვა საფრთხეებისგან, მეხსნება გონება. აღსარება მოძღვართან ურთიერთობა, სასულიერო ლიტერატურის კითხვა. და მე ესე ვიტყოდი, რომ აი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საღ ადამიანებთან ურთიერთობა, მათ შორის სასულიერო პირებთან. ეს საღი კიდე სხვა კატეგორიაა. ну ეხლა ეს ჩემი აზრია, შეიძლება რაღაცნაირად ვცდები, მაგრამ საღადას მოუზრუნე ადამიანი კიდე სხვა პილოტაჟია. ალბათ ესეთად უნდა დაიბადო. ესეც არის. აი რეალისტურად მოაზროვნე კაცი. საღად ყოველგვარი ზეცაში პუჭი გაფრენების გარეშე ბევრი არ არის. პირადმა გამოცდილებამ ეს მიჩვენა. ექიმთან რომ მიდიხარ, ახლა შეიძლება 20-ია კარდიოლოგი, მაგრამ ერთი არის, რომელიც სორ დიაგნოზს თვამს არა და ემდობი და რიგებია ხოლმე არა. რატო შეიძლება ათეულობით არის ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ არა ის ერთი. ასე რომ ეს საღი კიდე სხვა კატეგორია, რომელიც დაბადებიდან არის და ამათ უნდა ჩავაფრინდეთ. მით უმეტეს ზამნიშნოვანი, რომ სასულიერო პირებთან გაგცნობ. მამა, ვიცით რა მაინტერესებს, ეხლა ბევრი ადამიანი არაზრონებს ისე საღათ, მაგრამ გონი არის, ხა რა თქმა უნდა, გიჟი ხო არ ხარ, რო იცოდე, რომ ცდები რაღაცაში. ხო რაღაც შენ თავს მაინც ეტყვი, რომ აქ ცდები, ხო თუ შეგნებულად შენი თავის ტერი არ ხარ. ამ შემთხვევაში მამა, როგორ უნდა მიხვდე, როცა ცდები ადამიანი? აი ძალიან ბევრი ადამიანი არის ისე, რომ ცდება, ოღონდ უბრალოდ რაღაცა ნაცარი აქვს თვალში შეყრილი და ვერ ხედავს, თითქოს. და აი როგორ უნდა მიხვდეს, აი საზომი საიდან არიან, როგორ უნდა მოზომოს. აი კიდე ერთ-ერთი ჩვენი დროის უბედურება, იმდენად დაჩლუნდა გონება, რომ ადრე უყვარდა პატრიარქს თქმა, რომ ჩვენი ერთ-ერთი მტერი არის კატეგორიული აზროვნება. განსაკუთრებით პოლიტიკოსებს ახასიათებს, გამოდიან რა და
ისე ლაპარაკობენ თითქოს შეუმსწრები არიან, მათთან არის ჭეშმარიტება. იქ რას ლაპარაკობ, როგორ შეიძლება იჯო შეიპარო მის სიმართლეში. ხა მარტო მათთან არ არის შეიმჩნევა ადამიანი ამ კუთხით დეგრადირებს, რა. თვითონ ადამიანის ბუნებაში რა არის, იცი, ერთ-ერთი ცოდვა რა არის, რა. შენიშვნის მიუღებლობა. ძალიან წამოიწია ამან წინ. აი ესეთი კარპები არიან. დიდი პრობლემაა ეს პირდაპირ უნდა ითქვას. განსაკუთრებით ალბათ ქალებს ახასიათებთ. ხო, ასე სხვათა შორის ხო, აი ეს ალბათ იმ და იმ ადამიანებს ვისიც ალბათ შინაგანად რაღაცა კაპასი და სხვანაირი ბუნებაა და მიმღებლელი როგორ უნდა იყოს მამო ადამიანი, იმიტომ რომ ამ მიუღებლობამ აერი ერთმანეთის მიმართ გაუცხო ადამიანი მამო. აი ხო შეიძლება რაღაცა მიიღო და მორჩეს ეს ყველაფერი. არა, აი ეს არა აქვთ ადამიანებს რა. აი როგორ უნდა იყოს რთული რეკომენდაცია დღევანდელ ვითარებაში გაწია, როგორ უნდა იყოს მიმღებელი. ხო. მე არ დამავიწყდება აქაც გადაცემაში ვთქვი ადრე რომ ერთი წერალი ხალი იყო ინტერვიუ დავიკითხე მისին და ასამობდა იცი რომ მე რომ მაკრიტიკებენო და შენიშვნას მაძლევენო ადამიანურად ხშირად წყილსო მაგრამ სულ ფიქრობო რა საბაბი მივეცი რომ შენიშვნა მომწეს თორმები ეხლა ცხოვრება რა ზოგი გაგაკრიტიკებს ხაზ გადაგისვამს და შეიძლება სასოწარგლი იკეთოს ეხლა ვიცი მე დიდი ფერმურტელები უთქვამთ რომ აფერ არ გამოაშენგან ეგე რო დაეჯერებინა კარგად იგინებოდა რა მისცა ჩემთანაც ყოფილა ეხლა რაღაცა უთქვამთ რომ იცი რა დაანებე რა შეეშვი ამას შენი არ არის და სინამდვილე ჩემი იყო რომ დამეჯერებინე ხო ხარ მოგიდგენია ასე რომ ეს კრიტიკა და შენიშვნები სხვადასხვა გვარია მაგრამ ეს არნიშნავს რომ ყველა ერთ კოპში მოაქციო ხო მაგრამ ჩვენი ადამიანი ფიქრობს თან ერთს უნდა მიენდო ხო სხვათა შორის აი როგორ გითხრით აი თქვა ადამიანთა ურთიერთობა მოსგულისხმობა ჩვენ ცოქული ურთიერთობა გულისხმობს რას იცი აი მაგალითად ცოლიერი ქრის გამოასწორებელი ქმარი ცოლის ოჯახში არის ჩადებული ეს და რა მომენტია იცი რომ ღმერთი უშვებს ამას რომ ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი მე შეიძლება რაღაცა კუთხით ვამჩნევს სისუსტეებს დიახ ის რომ გამოსასწორებელია რაღაცეები მაგრამ მიჩნდება გონება და მჭირდება რომ სხვა მომხილოს ყველა ადამიანთან ხდება ეს ყველაფერში გამოიჭერ შენ თავს ამიტომ მომხილებელი გჭირდებაში და ვიღაცა რომ გამხელს უკვე ეს უკვე შენი განვითარებისთვის არის საჭირო ახსოვს მე რომ სასულიერო პირი გავხდი პირველად ვეუბნებოდი რომ მოდი რა ეხლა მე შეიძლება დიდად არ მესიამოვნოს მაგრამ რაც არ მოგწონ ჩემში თქვი ეხლა ცნობები ხო მართალი გითხრა შეიძლება ეხლა მინდობენ და თლად არ ყვებიან ამ ჩემს სიტყვებს მაგრამ ეს მქონდა საკითხის დაყენება იმიტომ რომ კიდევ მე ეხლა შენიშვნა კრიტიკა არ თუ იშვიათად ვისიამოვნებს მაგრამ ეს აუცილებელია ჩვენთვის კონძღაპრები არ უნდა იყოს. კონძღაპრები არ მაგრამ ნუ აი გონება იმდენად არ არის აი ადამიანს არ უნდა აძულებდნენ შენ თავს. აი ეგ არის თავარი რა. ეხლა მე რომ ამადავიძე ისეთ რაღაცები თქვა ხო რომ თქვენ შეგძულდეთ ეს უკვე სიბორო ეს უკვე ეშმაკისგან. ჯერ საერთოდ რატო უნდა ვთქვა მაგრამ ის სიტყვაზე რომ თქვა ეს უკვე ეშმაკისგან არის და აი ეგ არის მამა კვერთხის საჭირო წმინდა ნიკოლოზის. ნუ მან და იმიტომაც ცხოვრება რთული რომ უამრავი ნიუანსი უამრავია. კიდევ მეორე ზოგჯერ თქმა ჯობს არა თქმა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების არა და ისე ჩვენ თავს რომ მივხედოთ არ ჯობია მამო ჩვენ თავს ჯობია რომ მივხედოთ მაგრამ ეხლა
ჩვენ თავში სხვაში ბეჭს ვამჩნევდა ჩვენ თვალში დილეს ვერ ვამჩნევდა. მაგიტომ ვერ ხედავ. ნუ ამიტომაც კიდე მეორე დაართული არსებაა საერთოდ ადამიანი 21 საუკუნის მით უმეტეს გაიგე ხა. იმდენ რაღაცას აღმოაჩენ ადამიანურ სისუსტეს და სიქაჯეს და რა ვიცი ეგოიზმის გამოვლინებას. ეს არის ერთ ქრისტიანო აგონიაში. ოხან ისეთი რაღაცა აღმომეჩენია ჩვენ რომ აი რო გერიდება რა შენი თავის აი ხატებთან შევსრულო ჩემ ოთახში და აი რო უყურებ იმათ ხო ისინი ხო ცოცხალია და რო გწხვენია მათი რა ეგ არის ყველაფრის გამკეთებელი ხა აღმოაჩენ ყველა ცოდისკენ მიდრეკილი ეხა აი რომელი ფსიქოლოგიური ანალიზი შეედრება ამას ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური ცოდნა ანალიზი ხდება ეკლესიის წიაღში ეხა მე მაგალითად რო დავამთავრე ფსიქოლოგიური მივხვდი რომ სხვა სამყაროში უნდა წავიდე თუ მინდა რომ უფრო მაღალ დონეზე ავიდე წარმოედგინეში ეს არის ქრისტიანობა ამით იწყება ანალიზი რენტგენივით აშუქებს საკუთარ თავს იმიტომ იყო წმინდა მამები რომ მოთქონ უკანასკნელი ადამიანი ვარ მამები რომლებიც ყოველნაირად იწმინდავდნენ საკუთარ თავს ქცევის კი არა ფიქრის ემოციის დონეზე და წარმოიდგინე ეს მამები ამბობდნენ უკანასკნელი ვარ ერში ვიღაცა ამბობს კაცი ვარ კაცური და აცოდები მე მაგ და ისე ვიცხოვრე რომ ხინჯი არ ქონია დიდი ასე და დაიწყებს იქ რაღაცა ქებადიდებას და ტრაბახს წარმოიდგინე შენ ხო და ქრისტიანობა რას გულისხმობს როცა სწორად ვითარდები რა უფრო და უფრო არ მოგწონს შენ თავს და ხვდები რომ ყველაფრის გამკეთებელი ხარ უფლის მადლი რო არ გიფარავდეს უფლის მადლი ნოსოს პასუ სადავები რომ მიგიშვას რას ლაპარაკო ესეთი რეალისტური შეფასებაა რომელ ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობაშია წარმოიდგინეში არსად არ არის ეს არის აქ ეს არის მართლმადიდებლობაში სხვაგან მე არსად არ წამიგითხავს მართლმადიდებლობა ამიტომაც არის აი მართლმადიდებლობა სწორი გზა და რელიგია რომელიც მართლად ასახავს ღმერთსა და ადამიანის შორის ურთიერთობას მართლად ასახავს ღმერთი რას მოითხოვს შენგან წარმოიდგინე რა ამიტომაც არის რომ ეხლა საქართველოსი დავიწყეთ აქ ძალიან დიდი საუნჯეებია და დაბუდებული გუშინ წინ ეხლა მიცოლებულებზე საუბრობდით და სუფრა იყო ვახსენებდით იქ ვახსენება აი სადმე არის სოფლიოს რომელიღაც ქვეყანაში ესეთი კულტურა რომ მიცოლებული ესე ახსენო იმას ქნა ასე ვთქვათ წინ წამოწიო მისი ღირსებები რაღაცა თბილად ადამიანურად ილაპარაკო არსად არ არის წარმოგიდგენია შენ აი ჯერ ეს რო აიღო რა როგორ პატივს ცემ შენ მარადისობას და ზეცას ხო აუ რა მართლა იდეალურ რაღაცას ამბობთ ხო და იმის მიღმა ხა კი დავკომპლექსდით ბევრი სისუსტე დავაფიქსირეთ საკუთარი ამ ბოლო წლებში მაგრამ იმის მიღმა ამიტომაც არის რომ წინაზე თქვი ხათონიდან რომ ჩამოვედი ყველას ინდივიდუალური შეგრძნებები აქვს რა მე პირადად გქონდა რომ აიც ნომერი პირველი წილხვედრ ქვეყანა არის ღვთისმშობლის საქართველო ნუ ლაპარაკო მე გაბრწყინდება და ისა და ისა ვიღაცისთვის შეიძლება ზღაპარია და რაღაცა არარეალური შინაარსის მატარებელი მაგრამ აქ დიდი შინაარსია ჩადებული მაგრამ ეს არ გულისხმობს რითაც დავიწყეთ რომ რეალისტები არ ვიყო და თუნდაც მიწასთან დაკავშირებული საფრთხეები სერიოზულად არ განვიხილოთ. მართალი ბრძანდა 100%-იანი ხარ და ძალიან დიდი მადლობა მართლა აი საქართველოს და იმ ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა რა იცით რომ აი მართლა ჩვენი მიცვალებულების ჯერ შენში აღვივებენ რაღაცა სითბოს და იმას და კავშირ ჯერ მადლიერების გზნობა აუცილებლად გიჩნდება რომ შენამდე ვიღაცა მიცხოვრა მე მამო რაღაცა мотиваცია და სტიმული არის რომ აი ვიღაცისათვის რაღაცა გააკეთო მამო რა ძალიან მაგარი არის და ვისაც აი ზუსტად ამასები ძვიან მამო საქართველოში რომ ეს გააკრო და მე არ მგონია რომ აი სიტყვაზე ვიღაცა სხვა ერის წარმომადგენლები რომ შემოვლენ აი ამ ჩვევებს ბრძოლას არ დაუწყებენ. რა თქმა უნდა დაუწყებენ ამას და აუცილებლად ისინი რომ შემოვლენ. ანუ ჩვენ ეხა ზეცა რატო გიყვარს და ის მიცვალებული რომ ის ყველაფერი შემოგვინახა რაზე ჩვენ დგევართ, ხო? და ჩვენ თუ გავყიდეთ ეხლა ჩვენს მერე თაობა რა სიტყვის მამა? ან სად უნდა დაიბადონ, ხო?
ანუ წარმოვიდგინეთ, 400.000 და 500.000 კაცი რო გასული არის, აი ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველოს. სად იბადება ამ ხალხის შვილები, წარმოვიდგინეთ. ჯერ თუ იბადება, მაგრამ თუ დაიბადნენ უცხოეთში. აბა ეხა ამერიკაში რო დაიბადება შვილი და ეხა ინგლისში რო დაიბადება და იქ გაიზრდება, ეხა იქ რა ქართულობაზეა ლაპარაკი, ეხა რეალისტები ვიყოთ არა. ის რო ჩამოვიდეს ძალიან რთული იქნება მე შემდგომ ამ ყველაფერს აქ ვერ იცხოვრებს ეხლა. აქ შეიძლება ჩამოვიდეს იქ სვანეთი ნახოს, კახეთი ნახოს, ესიამოვნოს ერთი თვე აქ ყოფნა, მაგრამ ეხა მუდმივად პატრიოტთან მიბმული იქნება ელემენტარული იქაურობას. ამიტომაც ქართველი უნდა გაიზარდოს აქ, ქართველი უნდა გაიზარდოს თავის სამშობლოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ისედაც აი ვიცი რომ მიდიხარ საზღვარგარეთ, მე ეგ შეგრძნება მაგრამ ნუ ერთი რამდენიმე დღე სიამოვნოს, მაგრამ შეგრძნება რომ ის ჩემი არ არის. ხო, აი რაღაც დისკომფორტია. არ არის ჩემი მიწა ეს გაიგე და ნუ გინდა რომ აქ დაბრუნდე, ხო? ეს არის შენი რა, ის არ არის შენი და ხა როცა აი ამ გრძნობას, ამ შეგრძნებას გადააბიჯებ, რაღაცა მგონია რომ დეგრადირებ, გაიგე რა შეესა. ეხა სხვა არის ჩვენი ვერაგული ყოფის გამო რომ მიდიან ეხა ქალები მუშაობენ, ოჯახებს ასაზრდოებენ, ეხა მართლა რაღაცა კუთხით გმირები არიან ისინი არა, მაგრამ თლიანობაში ხო ეგრეა რა. და ყველაფერს აი ყველაზე გული რაზე მწყდება, რომ აი ხო რაღაცაში ძალიან მაგარი სიმშვიდე არის სხვა მხრივ, რომ რაღაცა იქ პატიმრებთან თემები დალაგებულია, არაწვალები რაღაცა და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პატიმარს კარგად ექცევა. იქ რაღაცა, მაგრამ წყდება გული აი ამათზე მიწის გაყიდვა, იქ რაღაცა ისეთი რეჟიმი რო არის, რომ ადამიანში ზიზღი ითესება, ეს მწყდება გული, რაღაცა მომავალი თაობა, რაღაც ზიზღით, აგრესიით იმითიზდება. დასვი და არიგე მოიცალე მათთვის იქ სიმშილისგან ვიღაცა ემიგრაციაში მიდის ეს ყველაფერი ძალიან ცუდი ის გავიდეს და იმის ადგილს სხვა იკავებს და მე მაგიტომ ხდება ამ ხელა კვარტლებს ქმნიან და გაიარეთ აბა უბრალოდ დავით აღმაშენებელი მთელი ცხოვრება რასაც ებრძოდა აღმაშენებლის ქუჩაზე მოფენილი არიან ეგ ადამიანები და ნუ აი რაღაცა მორიდება ხო მაინც უნდა იყოს ხო რა ვიცი ძალიან რთული არის ამ ხრივ და გეხვეწებით აი გაუთხილდით იმიტომ რომ ეს ცხოვრება ძალიან მალე გავა. რის გამოც რის გამოც გააკეთეთ, ხო, მატერიალური რაღაცის გამო, ხო, ესეც ოხრად დარჩება. მაგრამ ის თქვენ მოგეკითხებათ, რასაც დააშავებ და გთხოვთ, აი ყველამ გაითვალისწინეთ, თქვენ გულში, ანუ საქართველოს ესეთი არ არის, ყველასი კი არ არის, მარტო აი თქვენ გულში იქონიეთ პატარა ის საქართველოს და დაიცავით, აი თითოეული ადამიანი, მამა ელემენტარული ხაი, როდის გიყვარს თქო საქართველოს ფიქრობდი და აი როცა მიდიხარ და აი ნაგავს რო მოერიდები გადაგდებას ხო შედალოცი რომ ნაგვის გადაგდებას და იმას თუ ერიდები და იმ მიწას სადაც ნაგავს არაგდებ ირანელს მიყიდი და იმას მიყიდი არაბს ხო სიტყვაზე არა ეს გი ნაგავი გადაგდო და იქ იყოს ვიღაცა ქართველი მაინც აიღებს არ ჯობია კატეგორიულად უნდა აიგზავნოს მიჭის გაყიდვა აქ ერი და ბერი ფეხზე უნდა დავდგე აუცილებლად და მე ვფიქრობ რომ ეს წამოიწევს ეს ის იმიტომ რომ თან მამაო რა არის ისინი არ შემოდიან იმით რომ შენი მიმღებლობით ისინი შემოდიან მათივე რელიგიით საჭმელიც კი მათი შემოაქვს მამაო წარმოიდგინეთ ანუ აი სხვა გაქანების ხალხი მოდის აქ ბრიტანელი არ მოდის რომ რაღაცა დახვეწილი იყოს და აქეთ კი რაღაცა გაგიგოს რა ჰუმანიზმით ახსავსე და რაღაცა აქ მოდის ძალიან რადიკალური ვერაგი ძალა ამის უკან და რა ვიცი რადიკალი ზოგიერთი რაღაცა კონკრეტულად რო არის მამაო რაღაცა ისა თავის აზრზე ამ ადამიანებს ებძვიან აქ ჩვენთან სიტყვაზე ქართველს და იმათი რადიკალიზმი აბა გადახედეთ ინტერნეტში მაინც ჩაწერეთ რეებს ჩადიან მე თუ შეიძლება მამა აი ბოლო 10 წუთი არის სადღაც დარჩენილი და კიდე რას გვირჩევთ რა რომ აი როგორ უნდა გაიმაგროს ადამიანმა თავი და სიტუაცია იმიტომ რომ მამა გაბრიელსაც აქვს ნათქვამი მამა ეხა ბათუმში რაც ხდება ხო ამდენი საერთოდ მისამართს ვერ იკითხა მამა ქართველები აღარ დარჩენ სულ თურქები და იმით გაისო იქაურობა მართლა ოკუპირებული არის და თან კიდე მამა აი აქაც ეგრო არ მოხდეს აქაც ხო შემოვლენ აუცილებლად აქაც შემოვლენ ხო ამიტომაც საფრთხილო სიტუაცია პირდაპირ უნდა ითქვას. იცი მე ყოველთვის აღნიშნავ რომ აი ყველგან უნდა იყოს ანალიტიკური ჯგუფები რა. გინდა ერში, გინდა ბერში. ეკლესიაშიაც არის დიდი პრობლემა რა. აი რას თქვი?
აი როგორც არის მხატვრის ნიჭი, ხო? იქ ვიღაცას სიმღერის უნარი აქვს, ხო? ვიღაცას აქვს სწორი ანალიტიკური უნარი. აი ეს ხალხი უნდა შეკრიბო და უნდა გაანალიზებულო სიტუაცია და წარმოადგინონ რეკომენდაციები. ოღონდ ეს ხალხი უნდა იყოს ხალხის ნდობით აღჭურვილი. ჩვენი ერთ-ერთი რაც კი პრობლემა რა არის, ზოგჯერ გვინიშნავენ ჩვენ იქ ხელმძღვანელ ადამიანებს, ეგრე შეასაქმე. და ჩვენ არ გვეკითხებიან. არაფერს არ გაკითხებიან. მე ზუსტად მაგას ვფიქრობ. არაფერს არ გაკითხებიან. იმას უნდა ვენდობოდა მე, იმის ანალიზს უნდა ვენდობოდა. ავტორიტეტი უნდა იყოს. ავტორიტეტი უნდა იყოს და უნდა ვენდობოდა მის პატიოსნებას, მის პატრიოტიზმის, კიდევ მე ანალიტიკური ხოცულისკვეთებას, ანალიტიკური აზროვნების უნდა. 1000%-იანი. ყველა სფეროში, მამა. ყველა სფეროში უნდა იყოს რა თქმა უნდა. ელემენტარულად უნდა იცნობდე მაინც, მამა. ეხა უცებ ბახტა ვიღაცა უცნობი ადამიანი დაგიდგება სიტყვაზე უბნის იმათ აქვია გამგებლათა რაღაცა და თავის სამეზობლოში სამი კაცი რო არცემს პატივს. უნდა ნაკითხი უნდა იყოს ის ადამიანი რომ აბა თავის უბანში რას წარმოადგენს, ხო? რა თქმა უნდა, წინა აი გადაცემაში ჩვენ რაზე საუბრობთ რომ საერთოდ ღვთაებრივი არჩევითობის პრინციპი რას გულისხმობს? ჩემი აზრით, რომ არის სოფელი, ხო? და ის გამგებელი უნდა აირჩიო. სოფელი უნდა შეიკრიბოს და წინ წამოწიოს. იქ 50 კაციდან მისი აზრით რომელია უფრო ამის შესაბამისი, ხო? იქ სადღაც სხვა ქალაქში გორში მაგალითად რა იციან, რა? მუხიანელი გამგებელი ის რა იციან მითხარი. აი ეს არის პრინციპი, როგორც აი ათონზე რო არის მონასტერი ირჩევს კანდიდატს. წარმოიდგინე. ამ პრინციპით რო იყოს აგებული არა სოფლიო. აი როგორი ჭკვიანურია რა. მართალია. ხო და საწინააღმდეგოს ხვდებით ხო? ზემოდან ნიშნავენ. და რა ხშირად რატო ნიშნავენ? იმიტომ რომ ისი ერთგულია, იმიტომ რომ ის ფულს მიუტანს. ეგრე შეასაქმე. და ასე და ასე შემდეგ 1000 გვარი მამაძაღლობა ხდება რა. ამიტომაც არის სოფლი მართლა ბორცვაზე დადგას. რა თქმა უნდა. კი ბატონო. კი ბატონო, სამწუხაროდ ჩვენ და ისე ძალიან ცუდი სიტუაცია ამხრივ და იმედია რომ ამ გამოსწორდა, იმიტომ რომ მაინც ეხა რომ ის არა ქვია ოპტიმიზმი რო არ დავკარგოთ და რაღაცნაირად ისე იმას ვქნათ, მაინც რაღაცა ძალიან მაგარი ხალხიც ხო, ეხა მე უფე სერაფიმე რომ გარდაიცვალა ბორჯომიდან იმდენი ადამიანი ჩამოვიდა, მამო, იმდენის და პატისცემდნენ ზოგი ბოდიშუხტი და ზოგი რაღაცა და გამიხარდა რაღაცნაირად რომ რაღაცა დრო დადგება და შენ რაღაცას ინანებ. შენ აი აუცილებლად ყველა მიცოდეთ რა, სულ რომ რაღაცა ისინი ყოთ, სოფლიო მართველები. ყველა რაღაცას ინანებთ. თან ესეთ შემთხვევებსაც ღიად ჩანს, სადაც ადამიანები მთელი ერგი პირისპირდებათ, ხო? მაგასაც ინანებ ყველაზე მაგრათან რა და თუ შეიძლება რომ რაღაცნაირად აი ჩვენ ხო არა მარტო ზეცაშიც უნდა დავწერო ჩვენი ისტორია და აქაც ხო? აქ თუ სწორად აწერ ის ზეცაშიც იწერება სწორად ზუსტად და ჩვენ კიდე უნდა დავიბადოთ ზეცაში და მე ვერ დავიბადებით თუ არ წავიყვანთ სწორად ამ ყველაფერს. ამო რას გვეტყვით კიდე დღეს მინდოდა ძალიან ბევრი გელავარაკა და ყველა ეს ცოტა ისაუბრეთ, მაგრამ სამაგერო ძალიან ესეთი წონიანი, კარგი ლამაზი ქადაგება იყო. რაც იყო სათქმელი ბევრი თქვით და ბევრი რამ დარჩა კიდე, ანუ თუ ამბობ ხოლმე რომ კიდე ბევრი სათღვირძო დაგვრჩა დაულეველია რა. მაშინ ამასთან დაკავშირებით იქით კვირებში მოგიწევთ კიდე ძალიან დიდი სიამოვნებით სხვათაშორის ადამიანებს ძალიან მოსწონთ თქვენი გადაგება და უღრმესი მადლობა რომ ხართ ჩვენი ეკლესიის ესეთი წევრი და ჩვენ გული არ გავიტეხოთ ისო რაღაც მართალი ხალხი არ არის ამ და ღმერთი რო ეტყვის კიდე შენაირი აი ამდენი მყავს ოღონდ არიან საქართველოში არიან და ისეთი დიდი ხალხი არიან ჯერ პატრიარქმაც ხო თქვა რომ ჩვენი მიწა არ უნდა გაიყიდოსო და ესეთი რაღაცები ბევრი ის არის რა ქვია ღმერთი დაგვიცავს ჩვენ აუცილებლად სვეტიცხოველი თქვენი გამონათქვამი მომწონს ძალიან მაგრამ რომ სვეტიცხოველი ძალიან ბევრჯერ ანგრევდნენ მაგრამ სვეტიცხოველი დღესაც დგას და ვინც ანგრევდა ისინი საერთოდ სად არიან კაცმა არ იცის და
სად არიან გასაგები იქნება უკვე, მაგრამ ბედნიერებას გისურვებთ. მამაო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ. უღრმესი მადლობა მართლა, რომ ესეთი ლამაზი და კარგი საუბრისათვის და შემდეგი სტუმარი გახავთ მამა გიორგი ჩაჩავა, რომელსაც აუცილებლად იგივე მსგავს კითხვებს დაუსვამებ. აუცილებლად დაგველოდეთ სარეკლამო ჭრის შემდგომ აუცილებლად დაგიბრუნდებით. მამა დავით ციცქიშვილი გახდა ჩვენი სტუმარი, მე გახდით გიორგი დარასელია და მამაო, პატიმრებს თუ დალოცავთ ერთი თუ შეიძლება ძალიან მომენატრა ეს ხალხი და თუ შეიძლება ერთმა დალოცოს პატიმრები განსაკუთრებული კატეგორიის ხალხია და ციხე-დიდი სკოლა ზოგჯერ ერთადერთი გადარჩენის საშუალება და ერთგვარი მონასტერიცაა, მე ესე ვიტყოდი და ადამიანმა უნდა შეიშნოს და უსურვებ რომ არა გამოსულიყო, მაგრამ აი ეს რის გამოც მოხდნენ ციხეში არა, აი ეს გაეცნობიერებინოთ და ის ღირსებები რომელიც აქვს აი ამ სამყაროს ეს რაღაცნაირად წინ წაადგეთ მათ ცხოვრებაში. დიდი მადლობა. დროებით დაგიბრუნდებით.